მშვიდობისა მარიკა. დილა მშვიდობისა ნანა. მარიკა, თავისუფალ დროს თუ შეგიძლია ჩემი ლექსები გავიგე. მით ვერ გაიდი ამაღლობელი რომ მე კერძო სამუშაოებს არ ვღებულობ. ხო, კარგი რა იყო, რა მოხდა? ურა მომეცმე და გიბიჭდა. კარგი, აი ნანა დაიმეჭდებს. დილა მშვიდობისა. გამარჯობათ ბატონო. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად ბატონო, უკაცრავად ტელეფონი. გისმენთ ბატონო. დიახ, პროკურატურა გახლავთ ბატონო. ბატონო? არ ვიცი ბატონო. მე საქმეების არაფერი არ ვიცი ბატონო. ვინა ვარ და დამლაგებელი ვარ ბატონო. არაფერს ბატონო. ეს სიგარეტები გადაეცით ბატონი ირაკლის, უხარით ამაღლობელმა დაგიტოვა. კი ბატონო. ბავშვები როგორ აქვთ? ბავშვები არ ამყავს ბატონო. უკაცრავად, აბატიეთ. დილა მშვიდობისა ნატო. დილა მშვიდობისა. როგორ ახ? კარგად. ხო, მომსმენე, გითხრა. მე მესმის, რომ შენ არ გინდა აქ მოსვლა, ხო? კარგი. მე მოვალ. ხო, ძალიან მჭირდები. მჭირდები, ხო. რა ვიცი, სადაც გინდა. პარკთან. კარგი. უკვე მოვდივარ. ესე იგი პარკთან. კარგი. კარგი. ნანა, ეს 4 ლექსი. ვისაც ძღვენი ამაღლობელი ეგ ლექსები მე კარგად ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ეს ჩემი ლექსები არის, ეს ბეთანელის ლექსები. ნახევარ საათში მივიდი. ჩუმად ვიქნები, ჩუმად. მომაჯობა. როგორ აქვს საქმეები? როგორ აქვს? მადლობთ. საით? მე ერთ ადამიანს უნდა შევხვდე. მე ვერ ხედავ ქარი ანგრევს ყველაფერს. არა უშავს მე. წადი ჩაიცვი. მეჩქარები. წადი. რა კარგი გოგოა. ახალხან დაამთავრა უკვე. ჩემი სტუდენტია ვენეცელი მომასწავლე. ალბათ ზურგი აქვს მაგარი. ზურგი კი არა ეს. ზურგი კი არა, უბრალოდ კეთილსინდისიერი და შრომის მოყარე გოგოა. ესა, მეტი არაფერი. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ რა მაგრამ? ასე თანამდებობაზე 100 არც არ ნიშნავს. შეიძლება გითხრა იცი, ბევრ ლაპარაკს თავი დაანებე და საქმეს მეხედე. სხვათა შორის დამავიწყდა მე თქვა. ამხანაგო ნატო. ველაპარაკი ამხანაგ ევგენიძეს და ხვალ 2 საათზე მოგართმევთ აქ დასაკითხავად კაბინეტში. გასაგებია? ბატონო ირაკლი, თქვენთვის არ შეიძლება. არ შეიძლება ხო? დიახ. შენ დახმარება მჭირდება. საგაუჭირდა მართლმსაჯულებას ასეთი. მე ვიცი შენ არასოდეს სერიოზულად არ უყურებდი ჩემ პროფესიას. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა მინდა სერიოზულად მომისმინე. გისმენ? საქმე შეეხება ხიდს. დანგრევს. ხო. იცი ეს საქმე არასწორად წარიმართა. მე ვფიქრობ დავაპატიმრეთ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ვინ? ხიდის მშენებელი ინჟინერი სართანია. მაგრამ არის ერთი კაცი, რომლის ჩვენებამ ძირფესვიანად შესვალა საქმის ვითარება. ალბათ იცნობ შენ, ძველი ინჟინერია, ესა გორდეზიანი. კი? გიორგი ხო, პენსიაზეა. ხო. გორდეზიას მიაჩნია, რომ ავარიის მიზეზი იყო ძველი ბურჯები. გასაგებია. რა. ავარიის მიზეზი ნათელია. ხო. აი სწორედ ამ დღეებში სტუდენტები ყავდა იქ. პრაქტიკაზე ამ დანგრეულ ხიდთან და ავარიის მიზეზებს უხსნიდი. შენ მაშინ დაძმებული ხო? და ეხლა შემიძლია მოგცე ამის დასკვნა. ეხლა არა, იცი რა. აი საჭიროა ესეთი ოფიციალური საბუთი. ოფიციალური საბუთი. ეს არის მიმართვა ინსტიტუტისადმი. ასეთივე ოფიციალური საბუთი არის საჭირო. კარგი. ну, რა კი ასე დგას საკითხი და გზნობ რომ შენ ეს ძალიან გჭირდება.
სპეციალურ კომისიას შექმნა. ხო. კი, რამდენ ხანში გინდა? შეიძლება მაინც. 3 დღეში. ამ დროს დაინდარდი. მოდი აქ. რატო მიშლი ნერვებს? ვის ეშჭიქა? თქვენი ახლა მოვიდა. რატო იღმერე? წარმწყურია და რატო მომეცი აქ? შენი ნაპირალი იქნება არ მინდა მე რომ დავიღო. კაცი გადაირია რა მოგივიდა. თქვენ გააგრძელეთ ბატონო, გააგრძელეთ. მეუბნები ბიჭო, რა დრო შენი სკოლა ჯერ 4 წლისაც არ ახლა. მე ბებიამის ჩააცივდა. გამარჯობა. გინდა თუ არა იმ სკოლაში მიმაბარი, სადაც გია ევგენიძე სწავლობს. გამარჯობა. გამარჯობა. მოგდენ. ეს რა არის? ეგარი რაც არის, მაგრამ ვეღარ მივიტანე საფამდე. აბა? ალბათ ეს არის რა შენი. კი, თავადიშვილი. უმცროსია ეს, მეორეა. მიხეილ, ერთი წუთი. ამ წუთში. მოვიდა შენ. ისმის? ნუ მე მგონი თქვენ უნდა იცნობდეთ ერთმანეთს. არა, სამწუხაროდ არა. ჩოდრიშვილი. სასიამოვნოა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მკაცრ ორგანიზაციაში ასეთი კეთილი ფერიები ბუდობდნენ. მე კიდევ საკითხია. მე ახლა მოვა. შესაძლოა. ეხლა დაიწყე. მარიკა იქ არაინ შეუშვა, ესმის ვინც არ უნდა მოვიდეს. კი ბატონო. დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ჰა? დიახ. ხო, საბრძანდი. დავიწყოთ. ევგენიძე მიხეილ სამსონის ძე. დაბადების წელი 1900 არაფერი მესმის. დაბადების წელი კითხეთ. არა, მე არ მესმის, რა საჭიროა ეს დაკითხვა. მაპატიეთ, მაგრამ ასეთია საერთო წესი. იქნებ მე აქ დაბარებული ვარ, როგორ დამნაშავე, ჰა? ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. გეთილი ბატონო, კანონია და ვემორჩილებით. დაბადების წელი 1928, ქართველი ცოლი. ცოტა ნელა. ქართველი კმალა. ცოლიანი. პარტიის წევრი 1948 წლიდან. ფრონტზე არ ყოფილვარ. დაპატიმრებული არ ყოფილვარ. საზღვარგარეთ ნათესავები არ ამყავს. ნუ მაგ ჯილდოები საპატიო წოდება. ალბათ ეს კმარა? დიახ, მაგრამ მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ზრუჩვენების ქალიშვილო, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს უკვე მეტისმეტია. დიახ, მე მესმის, რომ ეს არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ წესია, რომელსაც მეც და თქვენც ანგარიში უნდა გაუწიოთ. გთხოვთ, ხელი მოაწეროთ. კეთილი ბატონო, რა გითქვენ, ეს ასე გჭირდებათ? ოღონდ გთხოვთ დააჩქაროთ. 9 საათში აღმასკომის სხდომა მაქვს და დიახ. მარიკა. ვინა ეს კაცი თუ კარი ხარ? მთელი დღეები ასე ზის და სისულელეებს წერს ბატონო.
ბოდიში ამხანაგო, მაგრამ ერთი გამოგებინე. რას წერთ ამისთანაც ეს ერთი 10 დღე გიყურებ, წერთ წერთ და წერთ. რა შეასაქმე? ანონიმკას ბატონო. რას? ანონიმკას. ანონიმკას? დიახ. ეს ანონიმკა გერა განცხადებაა. რა ვქნა ბატონო? თქვენ დევენ მეუნებას ვერ მივიღებ. მოიცა, რას უჩივი ან ვის უჩივი? მეზობელს. რაზე უჩივი? ხემო მიჭრა ბატონო ალუბლის. ხემო გიჭრა ალუბლის. რატომ მოგიჭრა? საკუთარი მაქონ დაეყენებინა. რა, ჟიგული? დიახ. დაჯექია. ეს ასე მომენტი. ხემო გიჭრა. კარგი. ქალაქის პროკურორს ია რაზმაძეს. სახელი გვარი მამის სახელი? ბუხუტი დავითიძე ბუხრიძე. ბუხუტი დავითიძე. დავითიძე ბუცხრიკიძე. გვარი გადასარევი ქონია. კარგი. განცხადება. გამოძიებას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ავარიის მიზეზები. არა მგონია რომ ეს ჩემზე მეტად თქვენ დაინტერესებდეთ. როგორც მოგეხსენებათ, მე ამ პროექტის ავტორი ვარ. და ამავე დროს ქალაქის საბჭოს აღმასკომის ერთ-ერთი მუშაკი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს თქვენი როგორც პროექტის ავტორის აზრი. სახელობ? როგორ ფიქრობთ? რამ გამოიწვია ავარია? ამაზე რამოდენიმე სიტყვით პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოიძია ეს საქმე, მიზეზებიც დაადგინა და აქამდე უნდა გადაგეცათ სასამართლოში, რომ ბოლოს და ბოლოს შევდგომოდით ხიდის აღდგენას. დიახ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი მოწმის ჩვენებამ ყველაფერი ძირფესვიანად შესცვალა. ამიტომ გადავწყვეტეთ გამოძიების თავიდან დაწყება. ასეთი მაინც რა გაცნობათ ამ გორდეზიანმა? აი ეს. და მას შევატრიალა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში გვაფიქრებინა, რომ გამოძიება არასწორი გზით წარიმართა. მაგრამ გორდეზიანმა განაჩენის გამოგვიტანოს და ეს უკვე სასამართლოს საქმეა. მანამდე კი მინდა გითხოთ, აი თქვენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავით, დაგაფიქრებდათ თუ არა გორდეზიანის არგუმენტები? რა შეიძლება, მაგრამ ექსპერტიზამ სხვა ჩვენს ფრიად ავტორიტეტულმა გააბათილა გორდეზიანის მოსაზრებანი. როგორც ვიცი, ესაბუთი არის მათ საქმეში. დიახ არის, მაგრამ ხიდი მაინც დაინგრა. მაგრამ არა იმ მიზეზით, რასაც გორდეზიანი ამტკიცებდა. ეს კიდევ საკითხავია. ახალი ექსპერტიზა გაგცემს ამაზე პასუხს. მანამდე კი მინდა გითხოთ ერთი რამ. ბრძანეთ? როგორ გარისკეთ ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება? მაპატიეთ, მაგრამ ეს რისკი კი არა. საღი ანალიზის დეტალური გამოანგარიშების შედეგი გახლდათ. მაგრამ თქვენ ინჟინერი არ ახართ, ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება. დიახ, მე ინჟინერი არა ვარ, მაგრამ ის კი ვიცი თუ რა დიდი გამოცდა უნდა გაიაროს ხიდმა აშენების შემდეგ. მაგრამ არქივში არავითარი საბუთი არ მოიპოვება და მოწმეების ადასტურებენ, რომ ხიდს არავითარი გამოცდა არ გაუვლია. ეს უბრალოდ ფორმალობაა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს საბუთი, რომ თქვენ ხიდის აშენებისთვის მიიღეთ პრემია, მადლობა, ჯილდო, წოდება და შეიძლება თანამდებობაც. იცით რა, ყველაფერი ეს მე მივიღე 100,000-ობით მანეთის დანაზოგისათვის, რომელიც სახელმწიფოს მივეცი. დიახ, და რაც სახელმწიფოს ახლა 10 მაგათ უჯდება. არავინ მოელოდას ეს წყალდიდობას. სტიქიურმა უბედურებამ ტაშკენტი მთლიანად დაანგრია, მაგრამ ვფიქრობ ამ საქმეს არავინ იძიებს. ექსპერტები იყვნენ ჩამოსული თქვენი პროექტის არეცენზიოდ. არა, საჭიროდ არ ჩათვალეს, ტექნიკური მონაცემები დაკმაყოფილდნენ. არც იყო ამისი დრო. დიახ, საზეიმო თარიღი ახლოვდება. დიახ, საიუბილეო თარიღი. კი, ამ დროს ლოზუნგი ვაშენოთ სწრაფად, იაფად და მაღალხარისხოვნად ლოზუნგად ვერ რჩება. იცით რა, ეს ლოზუნგი დღესაც ძალაშია და დღესაც საიუბილეოდ უპატაკებთ ხალხს. დიახ, საიუბილეოდ ავაშენებთ კიდევ სხვას, ბევრს ახალს. დიახ, საიუბილეოდ, მაგრამ საიუბილეოდ ვერ ავაშენებთ ბავშვთა ბაგებს, საცხოვრებელ სახლებს, რისთვისაც განკუთვნილი ახალ ხიდის აღდგენას უნდა ჩვენ მოხმაროთ. სულ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. შეიძლება. და თანაც საუბარიც გაგვიგრძელდა. მე ჯერ არ დამემთავრებია. იქნებ დაპატიმრებულიცაა რა. შეგიძლიათ მიპასუხოთ, შეგიძლიათ არა. ეს შეკითხვა ოქმში არ შემაგვს.
თქვენ სავსებით დარწმუნებული იყავით თქვენი პროექტის ვარგისიანობაში. სავსებით და გთხოვთ რომ ოხში შეიტანოთ. უკაცრავად ტელეფონზე გთხოვენ ბატონო მიხეილ. შავი ტელეფონი. დიახ. ისმენ. აი ახ მოაწერე ხელი ხა. ასე მომეციეს. ქალაქის სადი ახლა შენ ეს ჩადე კონვერტში. ამ კონვერტ ზევიდან ეს მისამართი დააწერე. და პოსტით გამომიგზავნე მე. მადლობა ბატონო. და მით ძადი. მერე გააცანი დადგენილება. ერთი წუთით. შენ რომ მართლა ღმერთები იყო და წინასწარ ვჭრედდეთ ყველაფერს? ანდა ყველაფერი ისე რომ იყოს ცხოვრებაში, როგორც თქვენს კანონებსა და კოდექსებში წერია. აი ახლა მირეკავენ რომ რამოდენიმე მოსახლე ართმობს თავის სახლკარს, რომლის ადგილზედაც 12 სართულიანი სახლი უნდა ავაგოთ. ხვალ ისინი ამბობ თქვენთან მოვლენ საჩივრით. ქალაქის საბჭოს აღმასკომზე. იქ უკვე დგანან მანქანები, ინჟინრები, ხალხი, დგანან და ელიან ჩემ პასუხს, აი ახლავე ამ წუთას. საინტერესოა თქვენ როგორ მოიქცეოდით. პირდაპირ იქ წავიდოდი. მით უმეტეს რომ ჩვენი საუბარი შეიძლება დამთავრებულად ჩაიდო. ნახევარ საათში აღმასკომში ვიქნები და დამირეკეთ. თხოვთ წაიკითხოთ და ხელი მოაწეროთ. თქვენ ალბათ დარწმუნდით რომ მე პატივს ვცემ კანონს. ვითვალისწინებ თქვენ ქალობასაც. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, ხომ უნდა იფიქროთ ხელმძღვანელის ავტორიტეტზედაც. დღეს ჩემი აქ მოსვლა ერთმა ორმა კაცმა იცის, ხვალ კი მთელ ქალაქს ეწოდინება. მე ვფიქრობ, პროკურატურაში მოსვლა და ჩვენების მიცემა არავისთვის არ უნდა იყოს სამარცხვინო და სათაკელო. აი, ყოველ შემთხვევაში აი ამას გადაავლეთ თვალი. როგორ ასე? კარგად. აუ, ამდენს კი აღარ მოველოდი, ეთყობა წყალი თანდათან იმღვრევა. რა შევა ახლა რასაკეთებს? თქვენთან არის და თქვენ გელოდება. მე რას მელოდება რა? რა ვიცი. მე მელოდება? დიახ. კარგება, შენ მე შევალი შენ დარჩი აქ. მებრძოლი. თუ შენ არა, შედი, თქვენ მებრძოლი. კარგი. შენ უგეშინე. დიდი მადლობელი ვარ შენ, ეს კარგი სპექტაკლი მომიწყია. რასიზამ კანონია. როგორ არა, გუშინდელი ღლაპი დამნაშავესავით დაკითხავს, თანაც გაფრთხილებს ხალბი ჩვენების მიცემისათვის. პასუხს აკეთებს და ყველაფერს ამაზე ხელს გაწერინებს. დიდებული კანონია მე და ჩემ აღმერთება. მე მესმის მიხაილ სამსონიჩ რომ ყველაფერი ეს მეტისმეტად არასასიამოვნოა, მაგრამ შეიცვალა ვითარება. კაცო, ხიდის საქმე დამთავრებული იყო. კი ბატონო, დამთავრებული იყო ეს ბახტაძე რომ არ კაცო, გამთავრებოდა. შენ დაგემთავრებინა, აგეღო და დაგემთავრებინა. ვიჭიდებ ჭირკედელაობა. თანაც აი ამ წიგს მჭრის. და თითქოს პატარა ბავშვი იყო აქ ნატაციებს მიგიტო. ერთ საქმეზე ლენინს როგორც მოწმეს ჩვენება უნდა მიეცა გამოძიებისათვის. გამომძიებელმა დაურეკა მდივანს, როდის ექნება დრო ამხანაგ ლენინს რომ მიმიღოსო. როცა ეს ვლადიმერ ილიასძეს მოახსენეს, მან თქვა
გამომძიებლებს ისედაც ბევრი საქმე აქვთ. როცა მოიცლის, მე თვითონ მივალო. აბატონო, მე თვითონ მივალო. წიგნებითა და უნივერსიტეტში მოსმენილი ლექციებით ზომავს ცხოვრებას. მეტი ჩარაღლაპი. გათხოვილი თუა? არა. მე რაგო და გაგეთხოვებინა ეს პროცენტები დაწინაურებული ქალები. საპროპაგანდოდ რომ ქალი და კაცი თანასწორია და მაგრამ ეს შენი უფროსის რომ ქალი მე აიაგერ მაწევს მისი უფროსობა. ბიჭო, პრეზიდიუმში გამოსაჩენად ქალისათვის თანამდებობა მიიცემა. არა მიხეილ არა, ჩემი თანაშემწე სხვა ქალია მას არა ასა. კარი ერთი ვახარ. ხლებებით კეკლუსობს და არის ის ვის როგორ ელაპარაკოს. ახლა მე წავედი. ხო. ეს დაკითხვა თუ ქალური კაპრიზები არავის არ ჭირდება. ხვალზე ხილის აღდგენა უნდა დავიწყო. არა, მოგწონჩი. რა არიცი, მე მგონი ახლა ასე ადვილად აღარ გამოვა ეს. ეს არ მესმის? არა, მე ის თქვა მინდა რომ ეს ჩოდრიშვილი აღარ მოეშვება ამას. კაცო, გამაგებინე ვინ არის აქ პროკურორი, შენ თუ ის ქალიშვილი? აქ პროკურორი მე ვარ, მაგრამ საქმე იმას აბარია, ხო? კაცო, შენი ერთი სიტყვა საკმარისია. ხომ გაქვს ამის უფლება? კი, უფლება მაქვს. მოკლედ არიცი ახლა. იცი რა? მე თანდათან ეჭვი მეპარება რომ ჩოდრიშვილი შენი მითითებით მოქმედებს, რომ ეს გორდეზიანით შენ გამოდის. მიხელ სამსონჯი, მე რომ მდომოდა, გამოძიებას თავიდანვე სხვანაირად წავიდოდა. თუ გონია რომ ხელმძღვანელობა მოგიწონებს. კაცო, საქმე იმაშია რომ ეს ჩოდრიშვილი მართალია. ყოველ შემთხვევაში მან დამარწმუნა რომ მართალია. იცი რა, მე არ მინდოდა შემეხსენებინა შენთვის ზოგიერთი რამ, მაგრამ რა გაეწყობა. კი ბატონო. შენც კარგად იცი რომ ქალაქში ასეთი დიდმნიშვნელოვანი ნაგებობის აგება მარტო პროექტის ავტორის ნებასურვილზე არ არის დამოკიდებული. კი ბატონო იცი. რომ ეს პროექტი შეთანხმებული იყო ყველა ზემდგომ ორგანოში და გადამწყვეტი სიტყვა მაინც გაბაშვილმა. კი, მახსოვს. მე თუ ვფიქრდები იმას რომ ამ პროცესზე შეიძლება გავილანძღო არა მარტო მე, არამედ სხვაც. უფრო ზევით. რა გაეწყობა. ვეცდები რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამასაც ვეჭვობ უკვე. იცი რა, თუ საჭირო გახდა ეს ჩვენი ჩოდრიშვილი მოითხოვს გაბაშვილის გამოძახებას. მიხაილ სამსონი ჩოდრიშვილი მივა გაბაშვილამდე. აი შენი თანაშემწე გაბაშვილის კაბინეტის კარებთან რომ წაიტეს ისე. მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვას. ვინ რას წაიტეხს მაგას ვნახავთ. Wer? Wer? Ვის? კი ბატონო. დიახ, ისმენ. მე ვარ. კი ბატონო, აი დასკვნა გავამზადე უკვე. არა, კი, მაგრამ კი ბატონო. კი. დიახ. დიახ, მესმის.
გისმენთ? შენ ახარ? ხო, მეგონა აღარ იქნებოდი. ვიცოდი რომ დაამირეკავ. რა იცოდი? გული მიგწონა. რას ეკეთებ? შენ გელოდებოდ. მე? ხო. მოიტან დასკვნას. ჰა? დასკვნას. შენ იცი რა მოვალ ახლა მე შენთან. ახლა მოვდივარ. ხო. კარგი. გელოდებ. რა უყვა მკაც დავაპატიმრო? ჰა? შენი მოგვარე. შენ რატო ხარ? თქვენ გელოდებოდით. რა მომიტაცებენ თუნა? დაიძი. არა. წადი. შეიძლება? შემოდი. არც მოიტანა. ნატო, მოიცადე, მოიცადე. ხო. იცი რა მე მინდა შენ რაღაც გითხრა. რა? მაგრამ აი არ ვიცი როგორ დავიწყო. თქვი გისმენ? და საერთოდ გამიგებ თუ არა, ესეც არ ვიცი. გისმენ? ასე დროს ხო იცი მოკლედ თქმა ჯობს. ხო. ჩვენ იცი რა, ჩვენ სხვა თუ არაფერი მეგობრები ვართ და მოკიბული ლაპარაკი ჩვენთვის არ არის საჭირო და არც გვეკადრები. ხო. რა იყო? ნატო მე ის დასკვნა არ დამიწერია და ვერც დავწერ. რატო? აი თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ და შეიძლება ეს სხვანაირად ჩამოგვართვა. საქმე იმაშია რომ ეს ევგენიძის პროექტი სტარ დასკვნებს ეყრდნობოდა და ეს ავარია გარდუალი იყო. ეს რა თქმა უნდა ყველაზე უკეთ თვითონ პროექტის ავტორმა ევგენიძემ იცოდა. მე მინდა გითხრა შენ, პროსტორად გირჩიო, რომ ამ ხიდის საქმეს ცოტა სხვანაირად შეხედო. თქვათ სხვა თვალით ვერ შევხედე მაშინ? მაშინ ვშიშობ ამ ჩატეხილ ხიდზე შენ თვითონ არ მოიტეხო ისე. გასაგებია. ესე იგი შენ დარწმუნებული ხარ რომ ევგენიძის პროექტი უვარგისია. მაგრამ ამას ოფიციალურად ვერ დაადასტურებ. ვერ. გასაგებია. გაიწყობა. მოიძებნება კაცი, ვინც გაბედავს სიმართლის თქმას. ეს აზრი შენ მოგივიდა თუ ვინმე შთაგაგონა? ამას რა მნიშვნელობა? აქვს. თუ ვინმე შთაგაგონა, ესე იგი დაინტერესებულია რომ აი ამ საქმეს სხვა თვალით შევხედო. და თუ დაინტერესებულია, ესე იგი გასამრჯელოსაც არ დაიშურებს. რამდენს პირდებიან? კარგი ხან უსულელო. არ სულელობ. ქალაქ საბჭოში ფინანსიაში 4155 ვარ. ფინანს ალბათ 3 წელიწადში მივიღებ. შეიძლება წასვლა როგორმე მოხერხდეს. თუნდაც ეს იყოს. აი თუნდაც ეგ იყოს. აი მითხარი ერთი რას მოიგებ ამ ევგენიძის გადაკიდებას? იქნებ რაზმაძის ადგილსაც მპირდებიან. კარგი ხან უიგონებ რა. არ ვიგონებ. ეს მე შენამდეც ჩამაწვეთეს, მაგრამ გაბედვით მხოლოდ შენ შეგეცვლო კაგებედა. როგორც მეგობარს. კი.
თუ ევგენიძის პროექტს დაცემ შეიძლება შენც არ გაწყენინონ. შეიძლება სადმე საზღვარგარეთ მივლინებაში ან ნატო, ხო, ასეა. ნატო. შენ ახლა ხმას ნუ უმაღლება. მე აქ ბრალდებული არა ვარ და არ შენ ახარ ბრალდებელი. მე ვარ ბრალდებელი. მთელი ქვეყნის პატრონობა შენთვის არავის არ დაუვალებია. ქვეყანას ჩემი ქალაქია. ამ ქალაქს წყალს უშენო თავის პატრონები. ამ ქალაქის პატრონები ჩვენა ვართ სულ ყველა. ჩვენ შვიდი და პატიოსანი ცხოვრება კი, ევგენიძესაც და გაბაშვილსაც ეგონა, შვიდად და პატიოსნად ცხოვრობდნენ. 10 წელიწადი ჩუმად იყვნენ, 10 წელიწადი. შენ ქარის წისქვილებს ებრძვი. ამას მაშინ გაიგებ, როცა აი ტელეფონის ერთი დარეკვით, ეს შენი ნაგები კოშკი ხუხულასავი დაინგრევა. კარგი ახლა. წადი აქედან. კარგი ახლა ნატო სულა არ საჭირო წადი აქედან. ზედმე წადი აქედან. გამარჯობათ. რომელი საათია? 7:09. მოგზანდი აქ შენ მოდი. რა გინდა, რატო არ მიდიხარ? მივდიოდით უკვე. ისა შენ რატომ მუშაობ კურიერ? მე სწავლობ ბატონო იაკობ. დაუსწრებელზე თბილისში. რაზე? იურიდიულს. ოკეი, მითხარი. კარგი. წადი. მარიკა. უფროსობა კარის. ორივენი ეგ არის. რა საკეთებენ ამ დღეს? შენ საქმე არ არის. კარგი. დაკიბეჭ. შენ მადლობა. ვის უძღვენი მაინც ეს ლექსები, ამაღლობელი? სხვადასხვის ეს ჩემი ლექსები არ გახლავთ. ეს ბეთანელის ლექსები. კინოში არ წამოვა. იტალიური ფილმია. გამოძიება დამთავრებულია დაივიწყეთ. შენ წამოვა. ჩუმად, ბატონო, ჩუმად. იქთან. კარგი დაწყნადი. ოღონდ შენ დაწყნადი. მე საერთოდ ფილმებს არ ნახავ ჩემ ცხოვრებაში. კარგად იხავ. გისმენთ. რა გამიჭირე ბატონო საქმე, რას მირეკა? ხო გაიგე რომ იქ არ მოხვდი. დაკინდი ყუმილი ხმას მოუწიე. გაიჭირე საქმე, უსაქმური ხარ ვიღაცაა. თქვენ რატომ არ მიბრძანდებით სახლში, ძალიან მაინტერესებს. იქნებ დავჭირდ. თქვენ კურიერის თანამდებობაზე მუშაობთ, როგორც მე ვიცი. დიდი ჩარა. შეიძლება
მოდი. იქნებ სხვა დროს შემოსულიყო. მოდი, მოდი. გამარჯობა. გამარჯობა. დაჯი. როგორ არის შენი საკ? კარგად. თქვენს პანჯერაში სინათლე დავინახე და იმიტომ შემოვედი. იყო ამხანაგურის სასამართლო. დიახ, სწორედ გუშინ იყო. ამხანაგურის სასამართლო. მე რაო ამხანაგერი. იქ რაც ითქვა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. იცით რა, მოვედი რომ მადლობა გითხრათ. კარგი ერთი. არა, ეს არა მარტო, დედაჩემს დამაბარა თქვენთან მადლობა. ცისანას? ცისანას გარეთ ახლავე დავუძახე. ცისანა მოიყვანე. დიახო. აიქ. დაჯი. ციცრა. ვორცხია არ მოდის. დაჯი. ციანზურ მე რომ გითხარ ინსტიტუტში დაგეხმარები მეთქი ალბათ ვეღარ დაგეხმარ. რა უყოთ მე? რა უყოთ კი არა, წელს ისე უნდა მოემზადო რომ მოხდე. ვეცდები. ვეცდები კი არა, პირობა უნდა მომცე. გაძლევთ პირობას. აი ეს. ეხა წარდი თავისუფალი. იცით რა? ხო. დედაჩემი არ მომეშვა, გინდა თუ არაო ქალბატონი რატო სახლში დაპატიჟეო და გინდა თუ არა დაპატიჟეო. დედას მადლობა გადაეცა. დიახ. აი თქვენ როცა მოიწლით, როცა დრო გეკნებათ, მაშინ გამოიარეთ. კარგით? კარგად იყავ. კარგად წამდებათ. ნახავ. კარგად. დიახ. გისმენთ? ო, შენ კიდე ახლა ხარ? დიახ. ახლა ავაპირებდი წასვლას. მოიცი ერთი რა გეჩქარება კაცო. ეს მითხარი, ნატო. გისმენთ ბატონო. ნატო ხო გესმის შემეხმა? დიახ. რაზე ფიქრობ ახლა შენ? ალბათ ისევ იმ ილია ჭავჭავაძე-ლაშუაშია. ალბათ ისევ იმ მიხეილ ევგენიძის ჩატეხილ ხიძია რა? ნატო. გისმენთ ბატონო. რა მინდოდა მეკითხა შენთვის? ნეტავი როდესმე თუ დადგება ისეთი დრო, რომ ეს ჩვენი პროფესია საჭირო აღარ იქნება. ციხე, სასამართლო, კოდექსი. ალბათ როდესმე დადგება ბატონო ირაკლი აბრაიკი. როდესმე? ჩვენ რო აღარ ვიქნებით მაშინ კი. მოიცა ნატო? მოიცა უსმინე აბა, უსმინე. გესმოდა? დიახ. ბატონო ირაკლი. რატომ გამოდიშეთ? არ გიყვართ ეს იმ? არა, პირიქით ძალიან მიყვარს. ძალიან. აბა? მაგრამ სახლში შემაძულეს ეს. შენ იცი, ჩემი უფროსი შვილიშვილი როგორ მღერის ამ სიმღერას? ნატო მისმინე? გესმის ჩემი ხმა? დიახ, მისმინე. ჩემი უფროსი შვილიშვილი როგორ მღერის მეთქი ამ სიმღერას უყურე? გამოგონით მე ვარ აგამით შენ შუა ჩამოდის მდინარე ერვის ნახევარზე ავდექი და მაინც დავაგვიანე თურმე მოსწავლეთა ერთი ნაწილი სადღაც გაღმაცხოვრობს იქ და ამ ხიდის ჩანგრევის შემდეგ შემოვლით დადიან სკოლაში და აწყვეს ეს სიმღერა ზედ აი ხო ხედავ ჩემო გარგო სახლშიც არ მასვენებენ ამ ხიდის გამო და რა მინდოდა კიდე ხო ნატო
მგონი სავანელი იყო შენთან, რა? წერან შემოსვლა მინდოდა, მაგრამ რაღაც ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა და არა, კერაფერი გამიგონია. შენ ეგ არის ფიქრო. მოკლედ რა გითხრა იცი? მე წინასწარ ვიცოდი რომ ეგ სავანელი დაპირებულ დასკვნას არ მოგიტანდა. ერთ სიტყვით მაგზნობინეს რომ ამ სავანელს როგორმე მოუვლიდნენ, ოღონდ ჩვენ შეგვებრუნებინა საქმე თუნდაც ხანდაზმულობის კანონით, რაც არ უნდა იყოს 8 წელი გავიდა. თამნაშავიც კანონს ეპოტინება რასზე. ხო, რა თქმა უნდა, ხლა ბიჭო. ეპოტინება გავიდა ეს 8 წელი და რა ქნას. დიახ. ბატონო ირაკლი. იქნება მთელი ეს საქმე. მარტო მე მაინტერესებს და სხვას არავის. და იქნებ მართლაც სასაცილოდ გამოვიყურები. რა? ნატო. გართულებულა საქმეები. გამარჯობა ბატონო ირაკლი. შეიძლება? დიახ, დაბრძანეთ. დაბრძანდით? არა, თქვენ დაბრძანეთ. ჯერ თქვენ დაბრძანეთ. დაბრძანეთ ბატონო ირაკლი. დაჯექ. დაბრძანეთ. ბატონო ირაკლი. თქვენთვის ხომ არ შეიძლება? ხო, ხანდახან მავიწყდება. კარგი, მაშ ასე როგორ თქვი? სასაცილოდ გამოვიყურებიო რა. მომეც ერთი საქმე აქვს. არა, ბახტაძის გამოდიება. ნატო მის მინე განაცხადა. აი ახლა ამ წუთში. საკმარისია ხელი მოვაწერო ამ ბახტაძის მიერ გამოძიებულ საქმეს და ყველაფერი გათავდება. ჩვენ წავალთ შინ. მე ალბათ დავლებთ ჩაის. ტელევიზორით ნახავთ რაიმე ფილმს და მშვიდად დავიძინებ. არა ბატონო ირაკლი. მე ვერ დავიძინებ მშვიდად და ვერც თქვენ. აი ევგენიძე და სხვები ალბათ მშვიდად და წყნარად დაიძინებენ. არა, მოიცანათ ეგრენცელი. მოდი უფრო გულახდილად ვილაპარაკო, ჩვენ აქ მარტონი ვართ. შენ შეიძლება ახლა თავმოყარეობა ან სიამაყე არ გაძლევს უკან დახევის საშუალებას. შვილიშვილებს გეფიცები ნატო. აი საკმარისია მართლა გამოვიყენო ეს კანონით მონიჭებული უფლება და ეს საქმე გადავწეს სასამართლოს. დავეხმარო ბატონო ამ სართანიასაც მესმის და ვგრძნობ რომ ასია საჭირო და გავაკეთებ კიდეც ამას. ოღონდ მომთავრდეს ეს არასასიამოვნო ამბავი. ბატონო ირაკლი. ჩვენ სიტყვაზეა დამოკიდებული კანონისა და სახელმწიფოს ავტორიტეტი. ადამიანებმა კანონიერება ლოზუნგებზე კი არ უნდა წაიკითხონ. არამედ თავის გარშემო. მიწაზე, რომელზედაც ისინი დგანან, რომელზედაც ისინი დააბიჯებენ. ოქროგოგო ხაროქრო. ხომ მესმის შენი ჩემონატო მესმის. ესე იგი შენ ახლა ფიქრობ რომ მე ვარ ერთი ვინმე ესეთი უპრინციპო მხტალი
კარიერისტი. ბატონო ირაკლი, იქნებ ჯობდა კიდეც რომ თქვენ ასეთი ყოფილიყავთ. მაგრამ ჩვენ თანამოაზრენი ვართ. ერთმანეთს იმას უმტკიცებთ რომ 2x2 4-ია და არა 5. არა ისე იყო დრო მეც ვამტკიცებდი ისე ერთი ამბით ალასკა საგონად რომ ამხანაგება 2x2 4-ია ეს ადრე იყო 2x2 ყოველთვის 4-ია ბატონო ირაკლი ეს აქსიომა გადასარევი ამბავია ხლა უკვე ესე იგი რა გამოდის ხედავ შენ ისე იგი შენ არაფრის არ გეშინია არავის და არაფერს ანგარიშს არ უწევ მე მხოლოდ იმის მეშინია ბატონო ირაკლი თუ ახლავე უღალატე ჩემს რწმენას გავა დრო და ალბათ რომელიმე პროცესზე გამახსენებენ აი ამ ხიდის ამბავს თუ ახლავე უღალატე უკაცრავად ბატონო ირაკლი არ შეიძლება ეს თქვენთვის კარგი კი იყო მომეწია ხლა კარგი ბატონო დავამთავროთ ეს ჩვენი დისკუსია უკვე გვიანა რა დიახ ეს ჩემია გმადლობთ ბატონო ირაკლი მადლობა მადლობა შენ კი არა ნატო შენ ახლა ისეთი რამ თქვი კარგი კარგად იყავი ნუ რა გითხრა ახლა მე შენ რა გითხრა ისეთი რაც შენ არ იცი და სხვათა შორის ჩემზე უკეთესადაც მოკლედ მე აქა ვარ თუ სახლში ვარ თუ სადაც არ უნდა ვიყო სულ ერთია დაგჭირდეს რამე მოდი დარეკე შემოდი და საერთოდ მიდი და კარგად ხან დიახ ბატონო დიახ ბატონო ირაკლი მოგენაც მე თბილისში უნდა წავიდე რატომ ნატო გაბაშვილთან შესახვედრად ბატონო ირაკლი შენ რა გითხრა როგორ მინდოდა ჩვენი საუბარი ამით არ დამთავრებულიყო და მაინც ასე მოხდა თუმცა ეს საქმე არ გამოვა ვერ გაგიშვებ ბატონო ირაკლი მე უნდა წავიდე თბილისში არა ბატონო არა სხვანაირად სიმართლე არ დადგინდება არა ასეა საჭირო შენ ძალიან ბევრს მთხოვ მე არა ჭეშმარიტების დადგენა გთხოვთ ამას ეს თქვენ ჩემზე კარგად ეხ შენზე უკეთი ვიცი მაგრამ მაინც ვერ მოგცემ ამის უფლებას მე უნდა წავიდე თბილისში დავარწმუნო გაბაშვილი რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელია და შეხვდე იმ ექსპერტებს რომელთაც აკურთხეს ევგენიძის პროექტი სხვათა შორის მივლინების ბარათს ხელი მე უნდა მოვაწერო ჯერჯერობით ასია ეს ბატონო ირაკლი თქვენ წელს შვებულებაში არ გასულხართ სწორედ საშობულებოდ მაქვს საქმე ახლა მე შვებულება მოიცა რაზე მკითხე
გადით შეულებაში. დროებით მთელ საქმეს ჩემ თავზე ავიღებ და თქვენ განთავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან. შეუძლება კი არა. ნეტა ის რაღაც დარჩენილი დღეების გასული იყოს და პენსიაზე გავდიოდი, ახლა ყველაფერს ჯობია. და კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა რაიმე კურსებს გამოიგონებდნენ, რომ შენ მოგაცილებდნენ აქაურობას დროებით მაინც. ერთი თვით მაინც სანამ ეს საქმე აქ ყოველთვის კურსებზე ვერ გამგზავნე. ინაგა შველება. შეხვდები მხოლოდ სპეციალისტებს, რომლებმაც დასკვნა მისცეს ევგენიძის პროექტს. ასევე ჩაიწერება მივლინების ბარათში. არავითარი გაბაშვილი, ხომ გესმის? მისმის. თავისუფალი ბრძანდები. ძილინების. კაი ძილი მექნება. Იღუპავს. აშკარად იღუპავს. ნინო, მე ვარ. ერთი ბაბუ დამალაპარაკე რაღაც, მინდა უთხრა. ახლა რა მოხდა კაცმა რო თქვაზე, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი და დაიძინებს ისე რა არის აქ უცნაური და ბავშვია კაცო რა. კაი ბატონო, კარგი, გავიგე, ახლა დამიწყე, ამაზე წამიგითხემდე. გავიგე. ხო, არა კაცო, არა. მე როგორ შეიძლება მიყვარდეს ვინმე ეს თქვენ ხართ, მე ყველა მეზიზღება, თქვენ ყველა გიყვართ. კაი ერთ თუ ხალი ხარ კაცო. Mainz say something. პირადობის მოწმობის წადება არ დაგავიწყდეს, იქ გაბაშვილთან საშვის გარეშე არ გაგატარებენ. მადლობთ ბატონო ირა. გამარჯობა. ასე ადრე რატომ უსუხა? ეს პატარა სასწრაფო სამუშაო. მაბატი.
დილამ მშვიდობისა. მშვიდობისა ბატონო. აბა გისმენთ. შევხვდი გაბაშო. მოიცანათო ყველაფერი მიამბეთ დაწურილებით და დაუფარო. როგორ მიგიღო? ძალიან თავაზიანი. მაგრამ დედო ირაკლი ესეთი პატარა მომეჩვენა ჩემი თავი და ესეთი უმნიშვნელო საქმე, რომლისთვისაც მე იქ მივედი, რომ უკან გამობრუნება. კარგი. უკან გამობრუნება დააპირე. არაფერი, კაცმა რა თქვას, ნაცნობი მიკრობია, მარტო შენ არ ახარ. ხო, გეყოფ ახლა. გესმის, დაწყნარდი, დამშვიდი და შემოდი ჩემთან. დიახ. გაიგე? რადია? გასაგები. დილამშვიდობისა გურამ. დილამშვიდობისა და სულ დილამშვიდობისა. რა იყო, რა მოხდა? დილამშვიდობისა. ამბოია. უგაცრავად. ბატონო ირაკლი. ამაღლობელი. მოდი აქ. დიახ. ამ გუშინელ გაზეთში შენი ლექსი ესა? ბეთანელი შენ ახარ? დიახ, მე ვარ. მოგიწონათ? დაიყო მზე და აღარ არის მზე. დაიყო მთვარე და აღარ არის მთვარე. არის ლაურა, მხოლოდ ლაურა, ჩემი ლაურა. ახლა რო დაგიწერ ბრძანებას, დაიყო ამაღლობელი და აღარ არის ამაღლობელი. მე წერე და იკითხე. ხუმრობთ ბატონო ირაკლი. გურამ, ხუმრობ? მე ხუმრობ? იცით, აი მე თქვენთვის ახალი სიგრეტები მოვიტანე. შვილიშვილებს გეფიცები უკანასკნელად გაფრთხილებ, საქმეს მიხედე, საქმეს მიხედე. ბატონო ირაკლი. იბრძანდი. უგაცრავთ. მოდიში. როგორი შტაბეჭდილება დასტოვა შენზე, რაგვარი ეს? გაბაშვილმა. ძალიან კარგი ბატონო ირაკლი. იგი ძალიან ჭკვიანი კაცი შენს, გამოცდილი, ძლიერი. კი ბატონო, სწორია. მახსოვს, მიმუშავნია მასთან. შემოდი ჩემთან განაცვალე. მოდი. მოდი, გადი. მაშასე დაჯეკ. გამოცდილი კაცი ჩანს, ჭკვიანი, ძლიერი. კიდევ რა იყო? ერთი იგი ინფორმირებულია გამოძიების ყოველ ნაბიჯზე. მე გარცაა საკვირველი, ეგ ევგენიძის საქმეა. სხვა? მაგრამ გაბაშვილი ჭკვიანი კაცია. იგი მიხვდა, რომ ევგენიძესავით ჯიუტობა არ გამოადგებოდა. ზად არის თავის თავზე აიღოს მთელი ეს შეცდომა, მაგრამ უხმაუროთ და პროცესის გარეშე. უხმაუროთ პროცესის გარეშე, შენ კიდე მისი პროცესზე მოყვანა გინდოდა. დიახ. რა? რისპურის ქარხანა კაცო. მოკლია. მე რეგენიცული კიდევ. ბატონო ირაკლი, ახლა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება პროცესი მართლაც არ შედგეს. ეგეც შეატყვე გაბაშვილი. დიახ, გაუმშვიდობისას მითხრა, რომ ეს პროცესი არავისთვის არ არის სასურველი, არც ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობისათვის და არც უფრო ზევით. დიახ. ეხ, ჩემონატო, გეუბნებოდი, გაფრთხილებდი, გირჩევდი. რამდენჯერ, ერთხელ თუ ორჯერ? დიახ.
ბატონო, ერთხელ გითხარით, რომ არ არის ეს პურის ქარხანა, რა ვქნა ახლა? არ არის კაცო და რა უყო? დარეკე სადუნა 07 რომელია? არ ვიცი მე განაცვალია. ბატონო ირაკლი. მე ერთი წუთით წარმოვიდგინე, რომ ეს პროცესი შეიძლება მართლაც აღარ შედგეს. და ის რაც მე მისთვის პროცესზე უნდა მეთქვა, ავდექი და უთხარი. უთხარი რომ ერთ შეცდომას მეორე შეცდომა მოსდევს, რომ ერთი დანაშაულის დაფარვას მეორე დანაშაული, რომ ხელმძღვანელის ნაბიჯი მეტად დიდია და ღრმაა და ამიტომ აი ამ ხელმძღვანელმა ეს ნაბიჯი მეტად ფრთხილად და მოზრდილად უნდა გადადგას. რაღაც სამდაგვარი უთხარი, ბატონო ირაკლი. მე არ ვიცი რამდენი ხანი ვლაპარაკობდი. მე ვერ ვხედავდი მის სახეს. მაგრამ როდესაც მე მას შევხედე ბატონო ირაკლი, იგი იღიმებოდა როგორც პროფესორი უღიმის თავის სტუდენტს, როცა ის კარგად აბარებს გამოცდას. მე როდესაც დავამთავრე, მან მითხრა, დაამთავრეთო, მე ვთხარი დიახ მეთქი. მე მთელი 10 წუთი რეკდა ტელეფონი, ზოგჯერ 4 ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე. გაბაშვილს თითქმის დავავიწყდი, რომ იქ ვარსებობდი. მე იმითაც დაინტერესდა. მოვეწყვეთ თუ არა სასტუმროში. დიახ. გამშვიდობებისას კი მითხრა, რომ ეს პროცესი არავისთვის არ არის სასურველი. რომ იგი მოელაპარაკება ამ ხანაგებს. დიახ. და ჩვენ და ჩვენ დამშვიდი, კარგი. ბატონო ირაკლი. არა, გაიცინე. ბატონო ირაკლი. და ჩვენ გაგვანთავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, რომ მართლები ვიყოთ ჩვენი სინდისის წინაშე. გასაგებია, აი რა შეიძლება მოხდეს ჩემო ნატო მისმინე? დიახ. დარეკავს ვიღაც. სულ ერთია, თავარია რომ მას ექნება ამის უფლება. და მირჩევს შეწყდეს ეს საქმე. და ამ რჩევას ჩემთვის ბრძანების ძალა ექნება. დიახ. აი სწორედ ეს მაგრძნობინა გაბაშვილმა. მაგრამ როდესაც მაგას მეუბნებოდა ბატონო ირაკლი, ის უკვე აღარ იღიმებოდა. დიახ. აი ეს არის სულ. ამით დამთავრდა ჩვენი შეხვედრა. დარეკავს ვიღაც. ბატონო ირაკლი. ეს არ არის საქალაქთაშორისო ბატონო ირაკლი. აიღეთ ყურმილი. ვიცი რომ არა, შენ რატო ხელა ვერ გავიგე? აიღეთ მაშინ ყურმილი. ავიღე ბატონო, მეშინია თუ რა? აიღე. ავიღე, ხო, საქალაქთაშორისო. როცა საქალაქთაშორისო გრძლად ირეკება, როცა მოკლედ ისე. კი ბატონო, ავიღე. დიახ, გისმენთ. დიახ, პურის ქარხანა გახლავთ? მე ბატონო, მე პურის ქარხნის დირექტორი ვარ. ვინა ბატონო? მაღლაფერიძე, ჩვენი ვახტანგი. როგორ არა, სიამოვნებით დაგალაპარაკებდით, მაგრამ იცით, მივლინებაშია. ქუთაისში სამშაბათ ჩამოვა, დარეკეთ და ნომერი იცით არა? რა თქმა უნდა იცით. ახლა ეს მითხარით, ეს გიყვართ რეკვა, ძალიან გიყვართ რეკვა რა? სულ გინდათ რეკოთ, არა გამუდმებით დღე და ღამე. მთელი 24 საათი სულ რეკოთ და რეკოთ. რეკე მერე, რეკე, წედი. ეს რაიო ვარ შეგეშინდა არა კაცო არა აღარა ასაშული ნუ კარგი ახლა მორჩა აბა ახლა სერიოზულად ვილაპარაკოთ დიახ რა საპირებ რა თქმა უნდა საქმის ბოლომდე მიყვანას ბატონო ესე იგი კონკრეტულად პირველ რიგში სართანიას განთავისუფლებას იგი უდანაშაულია კი ბატონო რაც შეეხება ევგენიძეს, იგი სასამართლო პროცესზე წარდგება როგორც ბრალდებული. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, აი გაბაშვილს უწყებას მე მაინც გაუგზავნე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად ჩამოვა ბატონო ირაკლი. ჩამოფრინდება. აუცილებლად ჩამოვა. მართ მაქნას.
დიახ. ბატონო ირაკლი. მოგენიც. აი თუ ვინმე ბატონო ირაკლი. ხო, გისმენთ. დამავიწყდა გაბაშვილმა თქვენთან ძალიან დიდი მოკითხვა დამაბარა. ეგ როგორ გავიწყდებოდა? ხო და ბატონო ირაკლი. ხო. თუ ვინმე დარეკა ხიდის საქმის შეწყვეტის შესახებ. იცოდეთ, მე მომიხდება პროფესიის შეცვლა. გესმით თქვენ? მოიცა? რა? ნატო, რა თქვი? ნატო რა მოგივიდა? ნატო გესმის შემი ხმა? დიახ, მესმის. მოიცა. რა მოხდა ახლა ამ რამდენიმე წამში რაც აქედან გახვედა? ესე იგი შეშინდი მაინც რა? სირცხვილი ნატო, მე კი მეგონა შენში მოხდა რაღაც ისეთი რაც არა, ეთყობა ზოგი რამ უნდა შეგახსენო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უკეთ იცი ყველაფერი. ნატო გენაცვალი მისმინე, კარგად მისმინე. აბა, გაიხსენე ნატო მართლმსაჯულების განხორციელების დროს რა უნდა იხელმძღვანელო კანონით, ხომ? მხოლოდ კანონით. ნატო, ეს კანონი ყველასთვის სავალდებულოა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ხომ გახსოვს ნატო? ეს საკმარისია ერთხელ გადაუხვი ამ გზიდან, ერთხელ უღალატო ამ ჭეშმარიტებას, რომ ამერც მოყვება მეორე, მესამე, მეოთხმე მორჩა, როგორც მოქალაქე აღარ არსებობ. მაშინ შენ ცოცხალი ლეში ხარ. ნატო გენაცვალე, მისმენ? ნატო გაიხსენე კანონი ცოცხლობს და მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდის? როდესაც იგი სრულდება. ხო გენაცვალე, როდესაც იგი სრულდება, როდესაც იგი სრულდება. ბატონო ირაკლი. მე დარწმუნებული